მოგესალმებით შუადღემშვიდობის. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. დღეს 34 დღე არის, რაც მზია ამაღლობელი შიმშილობს. დღეს ასე მნიშვნელოვანი დღე არის თვალსაზრისით, რომ ბათუმის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა შუამდგომლობას იმის შესახებ, აღკვეთის ღონისძიების ცვლილების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობას აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება, რაც შეიძლებოდა შეფარდებულიყო, ეს არის თავისუფლების აღკვეთა და იმ მოტივით, რომ შეიძლება მზია ამაღლობას რაიმე ტიპის ზეგავლენა მოეხდინა მოწმეებზე, რომლებიც უკვე ვნახეთ, რომ 6 პოლიციელი არის მოწმე, რომელიც ზუსტად იდენტურ ჩვენებებს აძლევენ იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა და რაღაც მიმალვის საფრთხე იყო კიდე და რაღაც საერთოდ და დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის, ანუ რაღაც სისულელი აბსოლუტური, თუმცა რაღაც დრო გავიდა ამის შემდეგ, ადამიანი 34 დღე არის შიმშილობს, აღარანაირი საფრთხე აღარ არსებობს ჭყალებში იმის შესახებ თუ რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მზია ამაღლობას მოწმეებზე, ამიტომ ადვოკატებმა მიმართეს შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს და გახდეს არასაპატიმრო და გასათვალისწინებელია ის ფაქტოები, ის გარემოებაც, რომ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება. ის ახლა იყო ვივამედის კლინიკაში, როგორც ვიცი უკანასკნელი ინფორმაციით. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვახსენოთ თემურ ქათამაძე, რომელიც 29 დღე არის შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის გამგებლობის შესახებ სამწუხაროდ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია. მინდა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადო ამ ადამიანებს. ისინი თავის პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ, სხვა პოლიტპატიმრებისთვისაც და ზოგადად მთელი ქვეყნისთვის და ყველა პოლიტპატიმარსაც აქვე მინდა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადო. ძალიან დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მათ ვიხილავთ თავისუფლებაზე, მთავარია ჯანმრთელად უნდა იყვნენ ეს ადამიანები. ერთადერთი ეს არის, რაც შემიძლია ვთქვა. სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, ხო, რაღაცნაირად დღეები გადის და რუტინასავით გვექცა ჩვენს ამ ინფორმაციის გაჟღერება, ამ სოლიდარობის გაჟღერება და შეგრძნება მაქვს ისეთი, რომ რაღაცნაირად გარდა იმისა, რომ ვითრგუნებით ყველანი და ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, საპირისპირო მხარეს არანაირი ცვლილება და ძვრა არ არის. პირიქით რაღაცნაირად უფრო და უფრო უარეს ნაბიჯებს დგამენ ისინი და მოკლე შეფასება რო გავაკეთო, ჩემთვის მართლაც რაღაცად წარმოუდგენელი იყო, როდესაც 6 პოლიციელი დგას და ლაპარაკობს იმაზე, რომ დგებუაძეს ლოყა ქონდა წითელი და აი ამას ყავს მოწმეები. ვარდისფერი იყო ლოყა თუ წითელი იყო, მაშინ როდესაც ქვეყანაში ყავს პირკიდებ გავიმეორებ ძალიან ბევრი ნაწამები, ძვლებდალეწილი, შეურაცხყოფილი ადამიანები და არც ერთი პოლიციელს ამაზე პასუხი არ უგია. ხო, წარმოუდგენელ რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ისმის შეკითხვა, რომ სამწუხაროდ ჩვენს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ და ისინი რაღაცნაირად დუმილის პოზიციაში არიან. ისინი ხმას არ იღებენ ამაზე და მე განვეკუთვნები იმ ადამიანს, რომელსაც სულ მინდა ვიპოვო მიზეზი, რატომ შეიძლება ადამიანი დუმდეს ამ დროს და არის ამის მიზეზები, რასაკვირველია, ზოგს რაღაცნაირად შეძენილი უმწეობის განცდა აქვს, იმიტომ რომ მრავალი წლის განმავლობაში ვთქვათ ამ უსამართლობასთან ქონია მას შეხება და რაღაცნაირად განცდა იბადება, რომ ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მე მაინც ვერაფერს ვერ შევცვლი და აზრი არ აქვს არაფერს. არსებობენ კონფორმიზმი არსებობს კიდევ ადამიანები, რომლებიც რაღაცის გამო იკავებენ თავს. არის დაღლილობა ალბათ, როდესაც შენ იმდენად გადაღლილი ხარ აი ამ ჭიდაობით და ბრძოლით, რომ თვლი რომ ეხლა ჯობია რომ არ დაინახო და ვერ შეამჩნიო ეს ყველაფერი და გირჩევნია რომ შენი საქმე აკეთო და ვითომ იქ არაფერი არ ხდება. არ ვიცი, მრავალი მიზეზია, თუმცა და არიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ უნდათ რუსეთში ყოფნა და ასეთი ცხოვრება, ასეთებიც არიან და სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანების არ მესმის, მაგრამ უფრო ვიგებ, რომ ადამიანს აი ეს არჩევანი აქვს, მაგრამ აი დანარჩენ ასე ვთქვათ, დანარჩენ სიტუაციას ნაკლებად ვიგებ და ვერ ხვდები, მაგრამ ერთი რამ არსებობს, რომ ალბათ ამ კოლექტიურ დონეზე რამდენად შესაძლებელი არის აი ამის გადალახვა, აი სწორედ ამაზე ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ დღეს. სალომე არის ჩვენთან ერთად და ჩვენი ფსიქოლოგი მაია ცირამოა. მოგესალმებით. მაია, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ შენ პრაქტიკულად გააკეთე ის შესავალი, რომელიც მეც უნდა გამეკეთებინა და მიზეზი რის გამოც მაიას ვთხოვე, რომ სულიყო ჩვენთან, მით უმეტეს მას
ახლა კიდევ უფრო მე მგონი სხვა პოზიციიდან შევდივარ ვილაპარაკოს, იმიტომ რომ უშუალოდ შეეხო აი ამ სისტემას, ხო? აი ამ რაღაცა უცნაურ დისონანსურ მდგომარეობას, როდესაც შენ დარწმუნებული ხარ, რომ რაღაც შავია და გეუბნებიან, რომ არა, ეს არის თეთრი და პირიქით და ასე გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში. და ჩვენ ამ რეალობაში საკმაოდ დიდი ხანია ვცხოვრობ და აბსურდის უფრო და უფრო მძაბრთება ეს შეგრძნება. და მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ისტორია თუნდაც ამ ეთერში მოგვიყოლია ჩვენ აი იმ რაღაცა აბსურდული რეალობების შესახებ, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნებში უწევთ ადამიანებს ცხოვრება, როგორ გადაიტანენ ან ვერ გადაიტანენ ხოლმე ამას და როგორ სრულდება იმ ადამიანების ბედი როგორია, რომლებიც აიძულებენ ყველას საკუთარ თანამოქალაქეებს, რომ აი ეს ჩუმი ტანჯვა გაიარონ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არსებობს ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური, ჩვენ შეიძლება საერთოდ აბსოლუტურად ჯანსაღები ვიყოთ ფიზიკურად, მაგრამ გაგვტეხონ მორალურად, თუნდაც დაგვირღვიონ ჩვენი სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა იმდენად, რომ ძალიან ბევრი დრო დაგვჭირდეს იმისთვის, რომ ნაწილ-ნაწილ საკუთარი თავის შევაგროვოთ და მით უმეტეს ახლა აი ის, რაც მზია მაღლობელის გარშემო ხდება, ეს ხომ მართლა ძალიან საინტერესო ლაკმუსის ქაღალდია, ხო, იმასთან დაკავშირებით, თუ სად გადის ზღვარი ადამიანებისთვის, როდესაც მათი ინტერესი, თუნდაც აი როგორც ჩვენ თქვი, მათი არჩევანი, მაგალითად, აი რუსეთში მოწონთ და უნდათ აი ეს. სად გადის ზღვარი, მაშინ, როდესაც აი ის ფასად გინდა ეს ყველაფერი რომ მიიღო, როდესაც ჩვენ პრინციპში შეგიძლია რომ თქვა, რომ კი ბატონო, ძალიან ცუდია პოლიციელზე ძალადობა, მაგრამ ეს ქალი არათანაზომად სასჯელს იხდის. მოდით გამოვუშვათ და სხვა ტიპის სასჯელი შევუფარდოთ. ანუ ეს ისეთი ტიპის ფრაზაა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც აქვს პრეტენზია ადამიანობაზე, აბსოლუტურად ყველას შეუძლია, რომ აღმოთქვას. მაგრამ ვაი რომ ამასაც ვერ ვხედავთ, ხო, ხშირ შემთხვევაში. და რატომ ვერ ვხედავთ და რად უჯდებათ ადამიანებს აი ამ დუმილში და სიჩუმეში ყოფნა? აი ამაზე მინდა ვილაპარაკოთ, იმიტომ მინდა რომ ფსიქოლოგის გადმოსახედიდან ვილაპარაკოთ და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან თეორიული იქნება ჩვენი მსჯელობა დღევანდელი, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ისეთი ტიპის სტრესია, რომელიც აუცილებლად ჩვენ რაღაცა ტიპის ფასგადაგვახდებინებს მომავალში და მინდა ვიცოდე წინასწარ, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე, რა ფასი შეიძლება იყოს ეს. მაია ძალიან დიდი მადლობა პირველის ყოვლისა, რომ მოხვედი და ჩვენ ყველანი ერთ რეალობაში ვცხოვრობ და მგონი ამბო ძალიან გასაგებია, ხო? აი რა არის, რაც ჩვენ გვადარდებს, აი ახლა რასაც ვილაპარაკეთ. რა შეიძლება იყოს მიზეზი, აი თუნდაც მზია მაღლობელთან დაკავშირებით ძალიან აშკარაა ყველაფერი. და აი ადამიანს შეუძლია რაღაცა თქვას, მაგრამ მაინც ამჯობინებს, რომ არაფერი არ თქვას, ხოსჩულად, გაჩერდეს. მოგესალმებით, პრინციპში წინასწარ მიმოხილვაში იყო პასუხები ამ კითხვაზე და ასევე თქვენც აღნიშნეთ სალომე, რომ ჩვენ ალბათ ახლა თეორიული მსჯელობა გამოგვივა, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ძალიან სერიოზული კვლევა სჭირდება ამ უცემულ მომენტში დღეს 21 საუკუნეში რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანზე, რომ ის ირჩევს დუმილის პოზიციას, ხო? აი ჩვენს მოდი ესე ვიტყოდი გულგრილობას. და შეიძლება კიდე სხვა რაღაცაც იდგეს ამ დუმილის უკან. მე ხა როცა აი ამზე დავიწყეთ საუბარი, ეს გამიცოცხლდა ესეთი ხატი, ასე ვთქვათ, ადამიანი ზის ტელეეკრანთან საღამოა, დაუშვათ 30 ნოემბერია. თბილისში და მიდის დარბევა, ხო? და ჩვენ გავხდით ძალიან მძიმე ზოგი ადგილზე, ზოგი კიდე ტელევიზორთან დამჯდარი, ძალიან მძიმე კადრების შემსწრე და აი მოდით შევძროთ ნებისმიერი ადამიანის ტყავში, რომელიც ზის იმ სავარძელში, ხო?
ვიღაცა ხედავს თუ არა ამ კადრს, ადგება, მოიცმევს ქურთუქს და გავარდება, რომ აი იქ რაღაცა ხდება. ხო, ეს რეაქცია ხო ვიცით და ბევრი ასე იმატებს ხოლმე ადამიანების რიცხვი. ვიღაცა თვალზე ხელს აიფარებს, ეს არის განრიდების რეაქცია, აი სირაქლე მას მდგომარეობას, რასაც ვეძახით, რომლის უკანაც შეიძლება ძალიან დიდი შიში იდგეს, ძალიან დიდი უმწეობის განცდა იდგეს და შეიძლება მივიდეს და კარი კარგად გადაკეტოს, რომ ეს უბედურება მის სახლში არ შემოვიდეს, ხო? აი ვიღაცამ უცებ კარი არ შემოუმტრიოს. ვიღაცა დაჯდება და ნერწყვს გადაყლაპავს და ეს ნერწყვის გადაყლაპვა ჩემთვის რა ის არის, რომ აი არანაირი პროტესტი პირიქით ძალიან ჩაერთვება და სადღაც ფიქრობს, რომ ასეთებიც არიან, ღირსი, ასეც უნდა იყოს და ამასთან ხო, მე არ ვარ, მაგრამ აი ნახეთ, აქ უკვე შემოდის რა, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ძალიან დიდი ჯგუფი გადაამზადეს აი ამ ინდიფერენტულობაში, აი ამ გულცივობაში მოამზადეს, იმიტომ რომ ნახეთ ვის ესხმიან თავს, ვის ესხმიან, ხო? რას ამბობენ, დავაკვირდეთ, რა ინტერპრეტაციებია, რა შეფასებებია იმ ხალხზე, ვინც იქ იბრძვის, ხო? როგორი დემორალიზება, დემონიზება ხდება. ჟურნალისტებზე რამხელა სამუშაოა ჩატარებული 2012 წლიდან მოყოლებული. მე ესე მგონია, რომ აი ესე ხატოვნად რო ვთქვათ, გარკვეული ტიპის მაყურებელი არის კარგად მომზადებული და დატრენინგებული იმ რეაქციისთვის, რომელიც მას აქვს და რომელიც ან არა. მე რა მაინტერესებს, მოამზადეს თქვენ გულისხმობთ, რომ აი რაღაცნაირად დაასწავლეს, ისე რომ თვითონაც კი არ გაუთვითცნობიერებია ეს, რომ დაშვი ჟურნალისტები, იგივე მზეამაღლობელი, აი ვიღაც ბავშვები, რომლებსაც ძალიან სასტიკად სცემდნენ და ჩვენ ეს ვნახეთ, ისინი რაღაცნაირად არ არიან ადამიანები. ისინი არიან რაღაცა სხვა ჯგუფი, ბოროტმოქმედთა, რომლებიც პრინციპში ეს ის ნაწილია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გახდა პროპაგანდის მსხვერპლი. თუმცა აქ სხვა რეაქციებზეც არის ლაპარაკი, ხო? ორი ესეთი ყუთი არსებობს, რომელსაც აწერია ზემოდან ნაცი და ყველაფერი, რაც ევროპულია, რაც დემოკრატიასთან არის კავშირში, რა ვიცი, აი ყველაფერი ამ ყუთში იყრება. ეს პროპაგანდის შედეგად მიზანმიმართულად კეთდება უკვე. შენ უკვე აღარ გისმენენ, იმიტომ რომ ამ პროპაგანდამ, აი ამ სტერეოტიპებმა შექმნა ისეთი სტილის აზროვნება, რომ როდესაც რაღაცა ასოცირებულია ამ ყუთთან, მე იმას უბრალოდ ვერ ვხედავ, არ მესმის და არ მჯერა. შესაბამისად, აი ეს ყუთი კიდევ უფრო ფართო ხდება, ამას აკეთებს პროპაგანდა და მე აბსოლუტურად დემორალიზებულ და სენატორების და სხვა ქვეყნის კი ბატონო, ყველა ამ ყუთში არის ჩაყრილი, ყველა აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და არ განიხილება. ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაია, მაგრამ ჩვენ შევედით ისეთ ფასაში, როცა გართულდა საქმე. იმიტომ რომ კი ბატონო, ყველაფერი, რაცაც აწერია ნაცი, იმსახურებს ყველაზე დაუშვათ ცუდ მოპყრობას. ბევრი ადამიანისთვის ეს რაღაცნაირად მართლა დასწავლილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ ჩვენ ვიმადექით ახლა ძალიან ბევრ დისონანს ლოგიკურ აზროვნებაში, იმიტომ რომ გართულდა საკითხი, რატომ იყო ეს ასე მარტივი, თუნდაც ამ პროპაგანდის გავრცელება, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი გადაცდომა, რომელიც შემდეგ ამ წლების განმავლობაში გახდა ასოცირებული აი ამ ნაცებთან, ხო? კი ბატონო. მაგრამ ჩვენ ახლა რას ვხედავთ? ვხედავთ საშინელი მასშტაბის ჩაგვრას, ადამიანების უფლებების სრულ უგულელყოფას და ძალადობას ვხედავთ ყოველ დღე. ვხედავთ როგორ იცვლება კანონები ისე, რომელიც საერთოდ ადამიანის უფლებებს აღარ ითვალისწინებს.
და აი აქ რა ხდება? აი რა ემართება აი ამ ადამიანს. ხო, აი ახლა ამ კი ბატონო, რა ემართება ისე თეორიულ. იმიტომ რომ ახსენდება ცუდი რაღაც. კი ბატონო, გასაგებია. არა ერთხელ აი რა ახსენდება, როცა აი უკვე ამას ხედავს ძალიან ბევრჯერ, ოღონდ უკვე პირდაპირ ეთერით ტელევიზიაში დღეს. კი ბატონო, არიან ადამიანების ალბათ რაღაცა ჯგუფი, რომელმაც ეს დაინახა და მორალურად შეარყია ამ ყველაფერმა და ის შეიძლება დღეს არის მოლოდინის რეჟიმში, როდის გაბედავს, როდის, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული შინაგანი ბარი, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ მithქვამს ეს ვარ ნარცისული, ჩვენ არავის არ გვინდა რომ ცუდი ადამიანები ვიყოთ. ყველას გვინდა რომ კარგები ვიყოთ. ამიტომ აი ამ ნაბიჯების გადადგმაში ასეთი ტიპის ადამიანებს ჩვენი მხრიდან სჭირდებათ მხარდაჭერა, არა შეიმინგი. და ეს ეხა ამაზეც მინდა ვთქვა და მე კიდევ კოგნიტური დისონანსის დაძლევის სხვა მექანიზმებს ვიტყვი. სირცხვილი, რომელსაც ვიწვევთ ჩვენ ადამიანებში, როდესაც აი ვიხმარ ამ გავრცელებულ რომ შეიმინგებთ მათ, ხო? ეს არის უმძიმესი ვარცხვენ, უმძიმესი ემოცია. ყველაზე მეტად ადამიანი ამ განცდას ემალება სხვადასხვა თავის სულის კუნჭულებში, იმიტომ რომ ეს არის დამანგრეველი მდგომარეობა და ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციაში შერცხვენას მართლმსაჯულებაში თქვენ ხო მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენელი ხართ არასოდეს აი დამნაშავესთანაც როცა მუშაობ შედეგი არასდროს არ მოაქვს რატომ იმიტომ რომ სირცხვილის განცდა ჰიპერკომპენსირების რეაქციებს ააქტიურებს და რა მდგომარეობაში აგდებს ადამიანს ან იზოლაციაში მივდივარ იმიტომ რომ აი ამ სირცხვილმა შემჭამა პროსოციალური კი არ გამხატა გამომკეტა იზოლაციაში მომამწყდია ან არის კიდე მეორე მომენტი აი შუბლის ზარღვის გასქელებას რასაც ვეძახით ჩვენ ხო მე ვფიქრობ რომ ესე იგი მე კი არ უნდა მრცხვენოდეს თქვენ უნდა გრცხვენოდეთ და აი უფრო და უფრო რაც უფრო მეტია სერცხული შეიძლება მით უფრო არაემპათიური გახდე იმ ადამიანების მიმართ ვის მიმართაც ჩვენ თანაგრძნობას გთხოვენ თუ ისეც უნდა ყოფილა საერთოდ. ხო, ან ნახეთ, სერცხვილის განცდას გაღვივება ადამიანში არ ემსახურება იმას, რომ პროაქტიული გახდეს, გამოვიდეს და შენს გვერდით დადგეს. ან უმწეობაში აგდებ, ან პირიქით აბრაზებ და აგრესიულს ხდებ. რა უნდა და რომ მე მირჩევნია, ვიფიქრო, რომ მე კი არა ვარ ცუდი ადამიანი. თქვენ ახარ ცუდები, თქვენ მე ქართველობას მართმევთ. მე ამაში შეიძლება კიდევ უფრო მეტად გავმყარდე. აი ამ პოზიციაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა ეს, მტკივნეულია ეს განცდა. შესაბამისად, სწორი დიალოგია საჭირო იმ კატეგორიის ადამიანებთან, რომლებშიც უკვე თვალხილული გახდა, რომ ჩვენ არანაირი ევროპისკენ არ მივდივართ. ჩვენ ხვდებით რუსეთის უკანა ეზო და ყველაზე მტკივნეული რაც არის, ყველაფერს თავი რო აღარც ევროპა მაინტერესებს, არაფერი არ მაინტერესებს. ფორმაცია შეიცვალა ქვეყანაში. ჩვენ ისედაც მყიფე დემოკრატია ვიყავით და უცებ ავტორიტარიზმში აღმოჩნდით, დიქტატურაში აღმოჩნდით უცებ, ხო? ანუ საერთოდ შემოტრიალდა, რეპრესიული მანქანა ამუშავდა, ხო? შესაბამისად, ეს ძალიან დიდი წნეხია ადამიანზე და მრავალფეროვან ემოციებს იწვევს. და კონფორმიზმიც ერთ-ერთი ხო, არა, უბრალოდ დამეტება მინდოდა თქვენ რაც ახსენეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს მე რაღაც თავის ქვეყნის დაცვის ეგიდით ცდილობენ რაღაცა წარმოიდგინონ რაღაცები, ზოგადად ადამიანებს ახასიათებთ ჩემი დაკვირვებით, როდესაც რაღაც წინააღმდეგობას ხვდებიან საკუთარ თავის მოტყუებაში ჩასვლა და საკუთარ თავთან სიმართლის თქმა ხშირ შემთხვევაში რთული იყო, მაშინ როდესაც საზოგადოება პირიქით რაღაცნაირად გიტევს, თუ ამას შეტევას დავარქმევთ, თუ ვიღაცა შეიძლება თავის ემოციების დასაკმაყოფილებლად ეძახის ვიღაცას სამშობლოს მოღალატეს უსამშობლოს და ასე შემდეგ. უსამშობლოს შენ ხარ. შენ თვითონ მაგ დროს ადამიანები იწყებენ მე საკუთარ თავის მოტყუებას, რომ ვალიდაცია გააჩნიონ, რომ მე კი არ ვარ უსამშობლოს სინამდვილეში. შენ ხარ. ეგ ტყუილია საკუთარ თავთან, მაგრამ საკუთარ თავთან სიმართლის თქმა რიგ შემთხვევაში ყველას არ აქვს მაგის შესაძლებლობა. ძალიან ბრალეულობის განცდასაც თუ უჩენ და ეუბნები, რომ შენ ამით ღალატობ. აი ნახეთ, ძალიან ფაქიზი თემაა. ძალიან მტკივნეული თემა.
ჩვენთვისაც, მათთვისაც და ერთადერთი რაც აქ შეიძლება დაეხმაროს ამ ადამიანს, რომ გამოვიდეს და ჩვენს გვერდითაც სწორი დიალოგი. ეხლა ერთ საკითხსაც ვიტყვი. ჩვენ აი ამას ვამბობდი რა ზუსტად რომ სხვა სისტემაში აღმოვჩდით. წეღან დასაწყისში მგონია მეთქი რომ ზიმბარდოს ექსპერიმენტში ვართ, ხო? რა მოხდა ზიმბარდოს ექსპერიმენტში, ხო? ადამიანები შეიყვანეს გარკვეულ როლში. აი იქ ვინც იყო დაუშვათ ვინც უნდა პატიმარი ყოფილიყო, ჩვეულებრივად დააპატიმრეს, ხო? ანუ ყველა გზა გაიარეს. ის ვინც იყო მეციხოვნის როლში, ჩაასვეს ფორმა, მისცეს რაღაცა იარაღი. სისტემა შექმნეს, აქ უკვე სისტემა შექმნილია. ამ სისტემას ყავს თავისი პერსონაჟები, ჯალათები, რომლებიც შესულები არიან, ძალიან ღრმად არიან შესულები. მიგრეიმის ექსპერიმენტი რო არის, მასწავლებლების და მოსწავლეების ცნობილი ექსპერიმენტი, ხო, სადაც მსახიობები მოსწავლეების როლს თამაშობენ და ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები არიან მასწავლებლები და თუ ამ ექსპერიმენტის დროს მოსწავლე ეგრეთ წოდებული შეცდომას უშვებს, შენ გეძლევა საშუალება, რომ ელექტროშოკით იმოქმედო და 15 ვოლტიდან იწყება, ადის 450 ვოლტამდე. და როდესაც ის მსახიობია მოსწავლის როლში და თამაშობს, რომ რეალურად ხო არ ხდება და ნახეთ ახლა რა ხდება, რომ დაარტყამს ამ 15 ვოლტს და შეინძრევა ადამიანი, ხო? აღარ უნდა მეტი დაარტყას, მაგრამ ექსპერიმენტატორი ეუბნება, მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი. შენ არა, მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი. შენ პასუხს არავინ არ მოგთხოვს და ამაში მონაწილეთა 2/3 ნაწილი 450 ვოლტამდე ადის. ნახეთ, აი სისტემა, სადაც უხილავია პასუხისმგებელი პირი, მიუწვდომელია, ძალიან ბევრი ბარიერია იქამდე და აი ამ სისტემის ხელები ადამიანი, რომელსაც პირზე ნიღაბი აქვს, რომელიც იდენტიფიცირება ჩვენ არ შეგიძლია, არავის არ შეუძლია და რომელსაც აქვს ჩადებული გონებაში, რომ ეს ჩემი ბრძანება, მე ვაგებ ამაზე პასუხს, ხო? ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ძლავრი რეპრესიული მანქანა მივიღოთ ქვეყანაში, ხო? ეს ერთი მომენტია და მეორე მომენტი დააკვირდით იგივე წამების ისტორიები ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ძალიან ბევრი, აი ავღანეთსა, ერაყში ხო იყო ამერიკელმა ჯარისკაცებმა საშინლად აწამეს ადამიანები. და აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო სისტემურიო, მაგრამ ნახეთ რა ხდებოდა იქ. იქ, სადაც ამათ წამების ადგილები ჰქონდათ მოწყობილი, არავის არ მოუკითხავს, ნებადართული იყო. აი პოლიცია რო არ რეაგირებს არაფერს, ეს მეორე ამბავია. ამიტომ ეხლა აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ ვდგავართ რა გამოწვევის წინაშე. ჩვენ სხვადასხვა პერსონაჟები ვართ. ვიღაცა იბრძვის, ვიღაცას უნდა აქედან გაიქცეს, ვიღაცა სრულიად უმწეო მდგომარეობაშია, ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ, მაგრამ არის ერთი მომენტი. როდის იღვიძებს შენში ადამიანი, როდის იღვიძებს შენში სამშობლო სიყვარული, როდის იღვიძებს შენში აი ამ ფასეულობების მიმართ ერთგულება, როგორც არის სამართლიანობა, ამაზე მაღალი ფასეულობა რა უნდა არსებობდეს. ახლა ჩვენ ხო შეძრულები ვართ, მზიას ამბით და ყველაზე მეტად შეძრულები ვართ ამ გულგრილობით. მე გუშინ ისეთი ბრაზი მქონდა, ისეთი ფოტო გავრცელდა, ისეთი აი რასაც აკეთებენ უკვე მიზანმიმართულად. ბოროტება რა არის? ადამიანების მიზანმიმართული დაზიანება. ბოროტ ადამიანებს, აი მას ვიტყვი ყოველგვარი რაღაცა იმის გარეშე, ედოთ ისეთი საშინელი, ანუ რა ხდება? ამ ადამიანის დემორალიზება რომ მოხდეს, მუშაობს ეს პროპაგანდის მანქანა, რომელმაც ეხლა ის იმ ყუთში უნდა ჩააგდოს, რომლის მიმართაც შენ არანაირი ემპათია არ აქვს და ამით ის სინდის იმშვიდებს. როგორც ჯალათები, როცა ხრეთდნენ ადამიანებს, ისინი არასდროს დამნაშავედ არ თვლიდნენ თავს. და ეხლა ჩვენ უნდა გადავწყვეტოთ, დავანებოთ თავი ევროპას, ამერიკას, საერთოდ ყველაფერს. ჩვენ სად გვინდა ცხოვრება? აი აქ გვინდა ცხოვრება
20 გასული საუკუნის ჩემს მეგობარს, კოლეგას ვესაუბრებ, თითქოს როგორი გაცოცხლებულია. ჩვენ ხო რო ვკითხულობდით, არ გვესმოდა იმ დამსმენი ადამიანების. მე უკვე ვხედავ დამსმენ ადამიანებს. მე უკვე ვხედავ მდუმარე ადამიანებს. მე უკვე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც შეეგუებიან, ჩაიხარშებიან. ან ვინც ახლა ემზადება იმისთვის, რომ აქედან გაძვრეს როგორმე, რომ აქ არ იყოს, ესეც ყველაფერი გასაგებია, ყველაფერი. მაგრამ როგორ ველაპარაკოთ იმ ადამიანებს, ვინც შეძრა ამ ყველაფერმა, ხო? რა ვიცი, მე მგონია, რომ უნდა ველაპარაკოთ რა ვიცი, ისეთ მარადიულ, ისეთ ძალიან მნიშვნელოვან ფასეულ რაღაცებზე, როგორიც არის შენი ქვეყანა. ხო? მაია და სულ ვფიქრობ, რომ ალბათ ძალიან დიდი როლი ექნებოდა ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ანუ სარწმუნოებას და სამღვდელოებას გულისხმობდა საპატრიარქოს უზარმაზარი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს მათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მრევლი ყავთ საქართველოში მათ და ჩემთვის წარმოუდგენელია. მე საერთოდ ვერიდები ხოლმე ასეთ თემებზე საუბარს, მაგრამ ეხლა დრო დადგა ისეთი, როდესაც მე მგონი ყველაფერი უნდა ვთქვათ და ყველაფერზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რას ვუყურებთ დღეს, როგორ შეიძლება დაიღუპოს ადამიანი ციხეში, არ ვიცი რა დავარქვა, რის გამო და ამაზე შეიძლება ჭეშმარიტ მორწმუნე ადამიანს არ კონდეს რეაქცია. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. კომენტარი არ გააკეთოს ამაზე, არ გამოვიდეს და ხალხს არ უთხრას, რომ არ შეიძლება ესე მოქცევა. არ უთხრას ოცნებას, რომ ესე მოქცევა არ შეიძლება. აი აქ ჩვენ არ გაგვაგებინოს, მაგრამ მივიდეს და მას უთხრას, ისე რომ საერთოდ ჩვენთან არ კონდეს, ანუ ასე აშკარად ნუილაპარაკებს ამაზე. არ ვიცი, რაღაცა ვეძებ ყველანაირ რესურსს, რა შეიძლება მოხდეს, რომ ეს შეჩერდეს, იმიტომ რომ ამის როგორი ის არის, ხო, აი სინათლის ხივივით არის ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც გამოდის, რომელიც იქ მოდის, რომელიც ამბობს თავის ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან დიდი ძალა აქვს, თუნდაც მის მრევლში ხო აქვს ამას ძალა. იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ვინმეს ხო არა აქვს რაიმე პრივატიზებული, თუნდაც რწმენა ხო ამ ქვეყანაში, ხო? ამის პრივატიზება შეუძლებელია, ხო? ბოლოს და ბოლოს რელიგია რაზე დგას? ადამიანის სიყვარულზე დგას, ხო? ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენო, მეორე ლოყა უნდა მიუშვირო. ამაზე პირდაპირ მნიშვნელობით ამაზეა საუბარი. პირდაპირ თემატურად ებმება ამ ყველაფერს ეს ამბავი და რომელ მიშვერაზეა ლაპარაკი, საერთოდ რა ხდება. აი ეს კითხვის ნიშანი მე მაქვს ერთ რიგით მოქალაქეს ამ ქვეყნის და მინდა მივიღო ამაზე პასუხი და მითხრა, რომ რას ნიშნავს ეს. დისონანსი ახსენა უკვე მაიამ და მე მგონი აი ჩვენ ძალიან ხშირად აი ეს ადამიანები, რომლებიც ხან ერთ მე მაგალითად მაინც ხავსზე დაუძახებდი ამას, იმიტომ რომ ეს არის აი მართლა რომ ხავსზე ჭიდები, რომ საკუთარი თავის მოტყუება შეძლო. აქაც ხო გჭირდება რაღაც გარკვეული არგუმენტები, ესე ავტო დარწმუნების უნარით, ეხლა არ არის ყველა დაჯილდოვებული, ხო? ანუ მართლა სინდისის ძარღვის სრულ გაწყვეტასთან როცა გვაქვს საქმე, ეს სხვა ამბავია ნამდვილად, მაგრამ უფრო რთული და რთული ხდება საკუთარი თავის დარწმუნება, იმიტომ რომ ძალიან უცნაური ერთმანეთის გამომრიცხავი რაღაცები ხდება. მე ვარ მორწმუნე, მაგრამ თან არ მადარდებს ეს ამბავი, რაც ხდება, ან პირიქით შეიძლება იყო ეგეთი პრეცედენტები სამწუხაროდ, ისეთი რაღაც დავწერო დამცინავი როგორც მინიმუმ, რომელიც ყველას თუნდაც ვინც შენ გიყურებს, იმათაც კი შოქში აგდებს, იმიტომ რომ ვეღარ ხვდებიან სად არის, სად გაწყდა ეს ლოგიკის ძაფი. და არის ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა, ხო? აი ეს უკვე ვთქვით, როდესაც იყო ძალადობის გამო რაღაც არ მოგწონდა ძალიან, მაგრამ ასეთივე ძალადობას ეხლა აბსოლუტურად აღარ აღიქვა გაქვს ხარ მორწმუნე და ქადაგებ მიმტევებლობას და ასე შემდეგ, მაგრამ თან აბსოლუტურად არ აქვს რეაქცია, როდესაც ზედმეტად სასტიკად ვიღაც ისჯება მაგალითად. წამებაზე არ აქვს რეაქცია. მე მგონი აი ამ დროს ადამიანები ძალიან ცუდ დღეში უნდა იყვნენ. მძიმე ფსიქოლოგიური განსაცდელია, მე ასე მგონია ყოველთვის. იცით რა არის, ახლა კიდე ესეთი სამაგაი, როცა სახლი იწვის, ხო? ხანძარი უკიდია. და ადამიანები არიან გარეთ. ყველა ვერ გაბედავს ამ ცეცხლში შესვლას და იქ დარჩენილი ადამიანის გამოყვანას.
მაგრამ აი ამაზე რომ ვიფიქროთ, ადამიან ყველას არ შეუძლია იქ რა თქმა უნდა. და ამ გმირობის ჩადენა, მაგრამ შენ შეგიძლია სხვა როლი აიღო, ვედრო გაიქცე, ვედრო მოიტანო, გამოყვანილ სახანძროში დარეკო, სასწრაფოში დარეკო, ხო, რაღაცა ეს ორგანიზება გაუკეთო და გადაარჩინო სახლიც და ადამიანი. და როდესაც შენ გამიხადენ არქი მოგაქვს და კიდე ასხა, ხო, აი ეს ამ რა შეიძლება ეს უკვე რაღაცა სხვა, ასე ვთქვათ, ხო, ძალიან მყიფია, როგორც იმბარდო ამბობდა, რომ ჩემი საყვარელი და მე მგონი ყველა საყვარელი ეს არის, ხო, მეცნიერი, რომელიც აღარ არის, უკვე ხო, ძალიან მყიფია საზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ძალიან კარგი ადამიანი შეიძლება გახდეს უცებ ბოროტი, რომ გააჩნია რა სისტემაში ხვდება ეს ადამიანი და ასე შემდეგ, მაგრამ თითოეული ჩვენგანი თუ აი ამ ალმოდებულ სახლთან დამდგარი, კარგად გაიაზრებს. იცი რა, მარტო იმას კი არა, თავარი ხო ის არ არის, ამ სამყაროს როცა მოხვედი და ადამიანი ხო გადარჩე. ეს ყველას თავში დევს. აი ამ წუთშიც, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი ტვინი სულ ცდილობს, რომ გადაგვარჩინოს, სხვადასხვა სიგნალები მოგდის, მაგრამ ეს ხო არ არის თავარი. ადამიანი ხო ამით განსხვავდება თავისი საყვარელი წინაპრებისგან, ხო, ცხოველებისგან, რომ მას რაღაცა გარკვეული როლი აქვს, გარკვეული მისია, გარკვეული ამოცანა აქვს. ამიტომ როცა შენ გახარ ამ ალმოდებულ სახლთან, შენ ირჩევ მაინც, მეგობრებო, ეს თქვენი არჩევანია. თუ მილიც, ჩვენ იცით რა არის? ფსიქოლოგიაში ყველაფრის ახსნა და გაგება შეიძლება. აბსოლუტურად. ფსიქოლოგებს არ აქვს მორალისტური მიდგომები. ჩვენთვის ყველაფერი გასაგები და მისაღებია. თუმცა რას არჩევანს აკეთებს ადამიანი, რა გზას ირჩევს, ეს უკვე ამ სფეროს მიღმა, ეს უკვე შენი ცხოვრება, შენი როლია აი ამ სამყაროს. შენ შეგიძლია გადაიქცე იმ ადამიანად, რომელიც როგორც სალომემ თქვა, ცეცხლს ნავთს დაასხავს, რომ შენ შეგიძლია გადაიქცე იმ ადამიანს რაღაც როლს ითამაშებს აი ამ სახლის პირობითად თუ ავიღებთ რომ ეს ჩვენი სამშობლოა და ადამიანის გადარჩენაში. ამას ჩვენ ვაკეთებთ ამ არჩევანს. თუმცა ის რაც აი ჩვენ შეგვეხება, ალბათ, მაინც სწორი კომუნიკაციის მოძებნა საჭირო ამ ადამიანებთან და ეს არის ძალიან რთულიც. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პირდაპირ მნიშვნელობით საინფორმაციო ომში. ჩვენ ძალიან სერიოზულ მილიარდები რო იხარჯება ისეთ პროპაგანდისტულ მანქანას ვებრძვით. შიშველი ხელებით. რომელსაც ძალიან კარგად აქვს შესწავლილი. რომელსაც აი ყველა ჩვენი სისუსტეები, ახლა თუ გადაწყვიტავ რომ ბოროტი იყო, ხო? ყველაფერს თან ძალიან ბევრი ფულიც თუ გაქვს. ხო, ესეც არჩევანია, მაგრამ აი იქ ბოლოსკენ, ხო? აი 10 წლის მერე, 20 წლის მერე უკან რომ მოვიხედავთ, აი ამაზეც ფიქრიც ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. რას ვეტყვი მე ჩემ შვილს? ან შვილიშვილს რომ მკითხავს, რომ სად იყავი შენ მაშინ? მე დამხრიტებ ბაბუ. ხო, შევარდი იმ ცეცხლში თუ ეხმარებოდი თუ რა გააკეთე, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესოა ახლა ჩვენ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოჭერეთ, თქვენ როგორ უნდა ველაპარაკოთ დავუშვათ ამ ადამიანებს, ან ველაპარაკოთ თუ არ ველაპარაკოთ საერთოდ, იმიტომ რომ ვიღაცასთან ლაპარაკს აზრი არ ხო, მე ვიცი მაგალითად რომ ადამიანებმა ხშირ შემთხვევაში უბრალოდ შეწყვიტეს დავაც კი, რაღაც გარკვეულ თავის ყოფილ ნაცნობებთანაც მათ შორის. რომ მიხვდნენ რომ პრინციპში აზრი არ აქვს და ამით თავად ზიანდებოდნენ უპირველეს ყოვლის. აი ამის გამეორება ძალიან ბევრჯერ როგორ შეიძლება შენ ჩუმად იყო, როდესაც ამას ხედავ. მე ვხვდები რომ ეს შენვე განგრევს და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ესეთი არჩევანი, რომ აღარ ედაო აღარავის. მაგრამ აი როცა გინდა რომ ელაპარაკო ვიღაცას, აი რა არის აი ის ინტონაცია, აი ის თემა საიდანაც შეიძლება ადამიანმა ლაპარაკი დაიწყოს. და მე ნერვები რომ გეხოს ამოცანა ძალიან რთული.
და რა ვიცი ახლა მართლა ძალიან დიდი ამბიცია იქნება ჩემგან რომ ამის გზები, მაგრამ პირველ რიგში რაღაცნაირად უნდა შევძლოთ მათი მოსმენა. ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ხო ვერ უსმენთ, იმიტომ რომ აი რაღაცას რო იტყვის ხო აი აქედან აი ბოლომდე მოსმენა. და აი ყველა იმ არგუმენტის რომელსაც ის წამოაყენებს და თუ ხედავ რომ იქ რაღაცა რესურსი არსებობს და იმ კატეგორიის ხო ვამბობ რომ არის იმ კატეგორიის ხალხი რომელთანაც აღარ ღირს დალაპარაკება ისიც ცუდად გახდება შენ ცუდად გახდებ შეიძლება დახოცოთ ერთმანეთი და ამიტომ იქ სადაც აი რაღაცა ხო შანსია უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს იმიტომ რომ ნახეთ როგორი რეალობა აი ყველაზე მტკივნეული რაც არის ჩვენ ხო ფიქრობთ რომ ჩვენ მართა მხარეს ვართ ჩვენ ხო ფიქრობთ რომ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ ამას და თავს წირავთ ისინიც ასე ფიქრობენ ანტიმაიდანში ხო ზუსტად ხალხია რომელიც ფიქრობს რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი და ეხლა თუ კი ჩვენ ის გვაერთიანებს რომ ეს ქვეყანა არის გადასარჩენი ხო თუ ამაში ჩვენ ერთიანები ვართ მართლა აი ამ ერთმანეთის მოსმენით და რაღაცა ძალიან ისეთ სერიოზული დიპლომატიური ბოლო ომში ჩართული ქვეყნები რიგდებოდნენ, ხო? რიგდებოდნენ. დღეს არ ვიცით რა მოხდება. შეიძლება ამაზე, თუმცა ხა მე ეს არის მთელი მეცნიერება, როგორ შეიძლება რომ ასეთ კრიზისულ, კრიტიკულ სიტუაციაში, თუმცა მე ვარ 100%-ით დარწმუნებული რომ ჯგუფში დაიტოვე, ჯგუფში ანტიმაიდანი, ხო ორი დაპირისპირებული ჯგუფია, ხო ერთმანეთზე საშინელები რაღაც. იქაც და აქაც მე ამის მჯერა. ადამიანებს უნდათ ამ ქვეყნის სიკეთე. უბრალოდ ჩვენ რაღაცა სხვადასხვა პლატფორმიდან უყურებთ ამას. ასიკეთეს სხვადასხვანაირად. სხვადასხვანაირადაც ხედავთ და ამაში უნივერსალურია ეგრე მგონია. ჩემი აზრით მან ყველაზე მთავარი რაზეც შეიძლება ზოგადად ვინც განსაკუთრებულ სულგრძელობას გამოიჩენს და ემოციებს შეიკავებს და მართლა ორიენტირებული იქნება და იქით ამ მხრიდანაც ეგეთი მოლოდინი უნდა იყოს, რომ არ ყველას ვერ დაელაპარაკები, ეგ უბრალოდ ეგეთი მოცემულობაა, მაგრამ როდესაც ეგეთ რთულ საუბარში შედიხარ, მთავარია რომ მოტივირებული იყო რა შეხების წერტილები იყო და შეხების წერტილები იქით ამ ხარესთანაც ძალიან ბევრი გვაქვს და იმ შეხების წერტილებში მე ვფიქრობ რომ ბრჭყალებში აქეთ ამ ხარეს ბევრად უფრო მეტი არგუმენტი აქვს მაგალითად ის თუ როგორ მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის ეგ ხო უნივერსალური რაღაც არის ნებისმიერ ადამიანს კარგი უნდა თავის შვილისთვის და არავის არ უნდა ომი არავის არ ხო არც იმათ არ ჩვენ თუ მაგ მიმართულებით მიდიხარ ძალიან ბევრი არგუმენტია აქეთ ხარეს რომელთაც შეიძლება იმ ადამიანს თუ აქვს სურვილი რა თქმა უნდა რომ რაღაცა გაიგოს და ამ საუბრიდან რაღაცა დარჩეს და რაღაც შეიძლება ჩვენ რაღაცა კომპრომისი გვაქვს და რაღაცას ვერ ხედავთ, რასაც ისინი ხედავენ და ჩვენგანაც რაღაც როგორ შეიძლება ეხლა მე დავდგებო და აბსოლუტურად მართალი ვარ. ეს უკვე აღარ არის მართალი პოზიცია, რომ შენ აბსოლუტურად მართალი ხარ, ხო? ხო და აი ამიტომ რა ვიცი, აი შეხები საერთო წერტილები უნდა ვიპოვოთ. თუ მოვძებნით რა გვასხოვებს, აუცილებლად ძალიან ბევრი ვარსკვლავების მოდი ესეც ვარქვათ, რომელიც ჩვენ გვახურავს საზზე და ყველასთვის არის ერთიანი. აი ამ ვარსკვლავების მოძებნა შეიძლება გარკვეული ტიპის ადამიანებში. როგორც ნოე პლანეტები სწორად უნდა დაალაგდეს, რომ ეგეთი ადამიანი ორი მხრიდან ეგრე იყოს, რომ მოტივირებული იყოს, რომ მართლა რაღაც გაიგოს. ეგ იშვიათობა არის სამწუხაროდ. იმიტომ რომ იქაც არც თუ ისე სიმპათიური კაცი ზეობს მასკის თუ ვიგულისხმებთ პლანეტებთან. მე ვიზახი რომ ანუ იქით ამ მხრიდან აქეთ ამ მხრიდან ეს ხუმრობა იყო რასაკვირველია. კონდენს სურვილი რომ მართლა საინტერესო საუბარი გამოვიდეს. დიდი მადლობა სალომე, დიდი მადლობა მაია, რაღაცნაირად ისეთი ტემბრი აქვს მაიას საუბრის, რომ რაღაცნაირად ძალიან გამშვიდებს და თუ შინაარსით შეყვები რაღაცა იმედს ყოველთვის იძლევა ხოლმე. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, მშვიდობიან დღეს. მე მგონია რომ მომავალში ჩვენ აუცილებლად ძალიან დაგვჭირდება ბევრი ფსიქოლოგის მზაობა იმისთვის, რომ ბევრ აი ამ მორალური განსაცდელის ძალიან ხშირ შემთხვევაში გავლიო ადამიანს მერე დაეხმაროს ალბათ და რაღაც და საერთოდ იქნა ეს პროფესია.
დიქტატურა ადამიანზე ორიენტირებულ პროფესიებს არ ცნობს. მართალი იმედია რომ ეს ის შორს დიქტატურა სადაც იქნებიან ფსიქოლოგები. დაგემშვიდობებით, ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით მარინა ბერიძესთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება მუსიკოსი მომღერალი სოფო გელოვანი, ასე რომ დაგველოდეთ. დაგველოდეთ.